ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, რომელიც ალბათ ეგეც საოცნებო არის, მადრიდის რეალი და ბარსა თამაშობს. მადრიდში. აჰა. და ჩვენმა მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის გაიკეთებინა სიურპრიზი, ну, რა თქმა უნდა, უფრო ალბათ იმისთვის, ვინც იყო ფეხბურთის გულშემატკივარი და ამ შემთხვევაში აქ იყვნენ როგორც მადრიდის რეალის გულშემატკივრები, ანუ მეგობრებში, ასევე ბარსას გულშემატკივრები და მოვხვდით, სად მოვხვდით, თლათ შუა ცეცხლში მადრიდის რეალის გულშემატკივრებში. და ჩემს უკან არის მთავარი ტრიბუნა, სადაც ხედან, აი ძალიან ცნობილი ვარსკვლავების ხედან, სხვადასხვა სპორტიდან. მოსულები არის, ხო ხვდები ხარ, რამდენად მნიშვნელოვანი თამაში არის. და იქითა ტრიბუნაზე ეს უზემოთ, ქვემოთაც არ უშვებენ. ზედა ტრიბუნაზე ხედან ბარსას ჩვენები. და ეხლა გადმოცემით მაინც ხო ვიცი, რომ იქ მართლა აი სამტრო სასიცოცხლო ბრძოლა არის ამ ორ კლუბს გულშემატკივრებს შორის მართლა ხოცავენ ერთმანეთს. 22 წამზე მადრიდმა შეუგდო ბარსას. ვატყდა ამბო წარმომიდგენია. ნუ რა ხდება არ მოგიყვები, მაგრამ ეს უბედური. როგორც მომწოდა. ბარსას გულშემატკივარი აი მოკვდა. მაგრამ ხმას როგორ ამოიღებს? რას ლაპარაკობ? და ამათთან ერთად წამოხტა, მაგრამ ისინი ხო უხარიათ შენ გენაცვალე ხო იცახე და შენი დედა. მაგრამ იხო ეს არავის არ ესის, მაგრამ მოქმედებით მოძრაობით ჩანს რომ იმათი გულშემატკივარი. და მე რა ისიც ითამაშა. არა, იცი რას დავაკვირდი რომ იხო ფაქტობრივად ვერ და იგივე ტიპები დადიან თამაში და არ ვეცნეთ სახეს. ხოდა და ბოლოს ეს თამაში დამთავრდა იმით, რომ 3-2 წააგო მადრიდმა. აჰა. და ბოლო 2 გოლი გაიტანა მესი. და მამული ჩამ უცებ რო წამოხტა და ეხა კი დააფიქსირა, რომ ეხა ამან რო ეს შეიმჩნიოს, რომ უხარია, მართლა მოკლავენ, იმიტომ რომ ჩვენ წინ ორი ტიპი იჯდა, ისინი ისე ცემეს. ბარსას ფანები. არა, უბედურება უქნეს, ბარსას ფანები იყვნენ ისინი და დედას ფიცავს სერიოზულად ჭექველი გაიგეს ისე ცემეს და რო წარმოვიდგინე ეხლა რომ კარგად ეს მონაწილეობდი იმათ ცემაში რა. ემოციებს ხარ დამებდებოდი და მოვიგეთ, ბიჭო, მოვიგეთ.